ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. იკითხება ამ წუთებში ლევან იზორია, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო. ის უწყებაში პირველ საათზე შევიდა. მაკა ლაშხია იმყოფება ადგილზე, რომელიც ახლა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მაკა, გისმენთ. თითქმის 2 საათია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია პასუხობს გამოძიების კითხვებს. მას უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თქვა ის, რომ ის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს გამოკითხვის შემდეგ. რაც შეეხება უწყებაში მიმდინარე გამოძიებას, რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის არის საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხო ქვეყნის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია ამ გამოძიებას შორის და საგამოძიებო უწყება იძიებს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს შადგმის ეპიზოდს. ამავე საქმეზე მე შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიაც აწარმოებს მოკვლევას და ამავე საქმეზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ორჯერ უპასუხა კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვას. ამავე საქმეზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არაერთი ადამიანის დაკითხვა, მათ შორის გამოძიების კითხვებს უპასუხეს მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილემ, ასევე გამოძიების კითხვებს უპასუხა ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა კახი კახიშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცკიტიშვილმა. გუშინ კი გამოძიებაზე თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. გამოძიების კითხვები ძირითადად ეხება იმას, ჰქონდა თუ არა მათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა ამ საგუშაგოს ჩადგმა და რამდენად იყო აუცილებელი, რომ იმ დროისთვის ჩადგმულიყო სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო. ახლა საინტერესოა რა კითხვები ჰქონდათ ლევან იზორიასთან საგამოძიებო უწყებას და რა პასუხები გასცა მან. ეს გვეცოდინება ოდნავ მოგვიანებით მას შემდეგ, რაც ლევან იზორია დატოვებს საგამოძიებო უწყებას. მე აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა სოფელ წაღვის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთხმად აცხადებდნენ იმას, რომ მას შემდეგ, რაც ჩაიდგა აღნიშნული საგუშაგო, ადგილობრივებისთვის ყოფა გაუარესდა, კონკრეტულად რაც გამოიხატება იმაში, რომ ადგილობრივებს არ ჰქონდათ ამის შემდეგ შესაძლებლობა ესარგებლად მიმდებარე ტყით და საძოვრებით. როგორც ცნობილია, ქართული ოცნების პოზიციაა, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თვითნებურად ჩადგა სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგო, რითაც დაზარალდა ქვეყანა, კონკრეტულად კი შემცირდა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მე ისევ გეტყვით, რომ ჩვენ მედია წუთი წუთზე ველოდებით უკვე, რომ დატოვო საგამოძიებო უწყება ლევან იზორიამ, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას, ამას ჩვენ მომდევნო გამოშვებებში დაუბრუნდებით. მადლობა, მაკა ლაშხია იყო პირდაპირ ეთერში.